7 აგვისტოდან ვენერა გადადის სასწორის ზოდიაქოს ნიშაში დაახლოებით 1 თვე და ეს ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული ტრანზიტია ამ პერიოდში. ვენერა საკუთარ ნიშაში შედის და ამიტომ სიყვარულის, ურთიერთობების, სილამაზის და ფინანსების ენერგია ძლიერდება ამ პერიოდში. თუ ბოლო პერიოდში დაძაბულობა იყო თქვენთან, ეხლა ჩნდება შერიგების, ახალი სიყვარულისა და მნიშვნელოვანი პარტნიორული ურთიერთობების შანსები. ბევრისთვის ეს იქნება პერიოდი, როდესაც კარი გაიხსნება, როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე ფინანსურ სფეროში. ყველაზე მეტად ამ ენერგიას იგრძნობენ სასწორები, ტყუპები, მერწყულები, ლომები და მშვილდოსნები, ვის მოსალოდნელია ახალი შესაძლებლობები, წარმატებები, შეთანხმებები, შემოსავლების ზრდა და სასიამოვნო ცვლილებები სიყვარულში. რაც შეეხება კარდინალურ ნიშნებს, როგორებიც არიან ვერძები, კირჩხიბები და თხისორქები, თქვენთან აქ მეტი მოთმინება და დიპლომატია იქნება საჭირო, რადგან სწორედ კომპრომისი გახდება წარმატების გასაღები თქვენთან. ახსოვდეთ, რომ ვენერა მხოლოდ არ მართავს სიყვარულს, ის არის ჩვენი ღირებულებები, ფინანსური კეთილდღეობა და ამიტომ 7 აგვისტოდან კარგი დროა ახალი პარტნიორობისთვის, მოლაპარაკებებისთვის და საკუთარი თავის გამოვლინებისთვის. წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ.